მეგობრები გვერდებიან დიდხანს ლოდინი არ დაგჭირდება ვინც თავიდანვე იქნება ძალიან სასიამოვნოა ვინც მოგვეხმარება რომ სხვებსაც გაუზიაროს მით უკეთესი არ ვიცი რატო წერს ინტერნეტი კავშირი ნელია მეგობრებო ჩვენი როგორც იტყვიან ჩვენი ბრალი არ არის მეგობრებო დავიწყებ და დარწმუნებული ვარ, ბევრი შემოგვიერთდება, არ მეპარება ეჭვი, რომ ბევრი ნახავს, თუმცა ძალიან დიდ პრობლემებს გვქონიან და როგორც დავპირდით ჩვენ რამდენიმე ხნის წინ მუშაობთ მეგობრებთან უცხოეთში, რომ რეგისტრაცია ჩვენი Facebook გვერდის გავატაროთ უცხოეთში, რადგან საშინელი შეზღუდვები ხდება საქართველოში, როგორც ჩანს მიზანში ვართ ამოღებული, მარტივი მაგალითი შემიძლია ვთქვა, როცა სოფლის მეურნეობაზე ვისაუბრე და კონკრეტული ციფრები, ფაქტები მოვიყვანე რომ თითქმის 2 მილიარდზე მეტი 2 მილიარდ ნახევარი დოლარის პროდუქტი შემოგვაქვს წლის განმავლობაში გარედან, რომ ვისაც პროდუქტი შემოაქვს გარედან მდიდრები არიან, ვინც ქვეყანაში მუშაობს პროდუქტის შექმნაზე პრაქტიკულად ესე იგი უმძიმეს მდგომარეობაში, ამას მოყვა ის რომ დილით უკვე დაახლოებით 1300-მდე იყო ვინც Facebook-ზე ნახა და შემდგომ დასავლეთში მივდიოდი მატარებლით და როცა ვნახე 9-ის დასაწყისში იგი 50 იყო, წარმოიდგინეთ თქვენ რას ნიშნავს ეს და კუსნაბიჯებით მიდის სინამდვილეში ეჭვი არ მეპარება ამაში, როგორც ექსპერტები ამბობენ, მინიმუმ იმავე დღესვე ერთი დღის განმავლობაში 4-5 კაცმა ნახა, მაგრამ ჩვენ ეს პირიქით გვახარებს, რომ ჩვენ ისეთ ანალიზებს ვაკეთებთ რომელთა მოსმენა არ აწყობთ არც ხელისუფლებაში, არც ოპოზიციაში, ჩვენ არსად არ ვიწვევენ ხელობაშია დებატებში, იმიტომ რომ საერთოდ გამოუცდელი ადამიანები უფრო საუბრობენ იქ, ვიდრე ვთქვათ იმათ, ვისაც გამოცდილება აქვს, ანალიზი აქვს, მით რომ მესიერულ პროგრამები გააჩნიათ, ესეც უბედურებაა ჩვენი, მაგრამ ნელ-ნელა ეს ყველაფერი დარწმუნებული ვარ დაძლეული იქნება, იმიტომ რომ ხალხის გაეხილება თვალებ ახილებული ხალხი ხშირად გვიტყვი ამას, თვალებ ახილებული ხალხია ქვეყნის სიმდიდრე და ეროვნული არის დღეს ის, ვინც თვალებ ახილებულია. ეს უბრალოდ შესავალი არაფერ დღის წესრიგთან არ არის დაკავშირებული. დღის წესრიგის თაობაზე. ერთ თვეზე მეტია. ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ ვეწევი კონსულტაციას ძალიან ცნობილ პიროვნებებთან. ჩვენ ერთ რამეზე ვფიქრობთ. ქვეყანაში არსებული მდგომარეობა იმას, რასაც ხელისუფლება აკეთებს, ვის ინტერესებშია ეს? ვიმეორებ. ჩვენ ვმუშაობთ იმის ანალიზზე, რომ ის რასაც ხელისუფლება აკეთებს ქვეყანაში და პროპაგანდა ისე აქვს მოწყობილი, რომ თვალების ახლა კი არა დაბნელება უფრო მიდის და რეალურად ამას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხედავთ. ადამიანს ვერ შევხვდი, რომელიც არ გეუბნება გვეშველება არამე და ამ დროს ხელისუფლება ამბობს, რომ ზენიტში ვართ, წარმატებებია, ყველაფერი კარგად არის. ჩვენ ანალიზს ვაკეთებდით და ძალიან ბევრი მუშაობდით იმაზე, რომ ვის ინტერესებშია ის, რა მდგომარეობას დღეს ქვეყანაშია და ვის ინტერესებშია ის, როგორადაც ხელისუფლება მოქმედებს. ამ ანალიზს ვაგრძელებთ. გითხარით, რომ თითქმის მთელი ერთი თვეა, უფრო მეტიც ადრე დავიწყეთ, მაგრამ
ეს ინტენსიურია ამ ერთთვის განმავლობაში ფიქრი ამაზე. დასკვნა დღეს რომელიც ხელთ გვაქვს ასეთია რომ ის რაც ქვეყანაში დღეს რეალურად ხდება და ის რასაც ხელისუფლება აკეთებს ეს არის ყველას ინტერესებში გარდა ქართველი ხალხისა და საქართველოს მოსახლეობის. ვიმეორებ ის რა მდგომარეობას დღეს ქვეყანაში გვაქვს იმას რასაც ხელისუფლება აკეთებს ეს ყველას ინტერესებშია გარდა ქართველი ხალხისა და საქართველოს მოსახლეობისა. კი, მესმის, დასკვნა მძიმეა, ძნელია. და ბევრს გაუჭირდება კიდევაც, ამის ასე ერთდროულად აღქმა, ისევე როგორც ჩვენ თავიდან როცა პირველად ჩვენს რიგებში ითქვა ასეთი რამ, ჩვენს გაგვიჭირდა ამის აღქმა და ვთქვით, რომ ხوار ვაჭარბებთ. მაგრამ რაც უფრო შევედით ღრმა ანალიზში, მით უფრო დავწმუნდით ეს კიდევ უფრო მსუბუქი ნათქვამია ვიდრე რეალური მდგომარეობა არის. აი ეს არის მეცნიერება. ამიტომ ეშინიათ მეცნიერების. ამიტომ არ უნდათ საუბარი მეცნიერებთან და ამიტომ უნდათ რომ ისევ პარტიები, ისევ პოლიტიკური ძალები და არა პიროვნებათა პარლამენტი, არა ეროვნული თანხმობის პარლამენტი, არა სპეციალისტთა, პროფესიონალთა პარლამენტი, არა, ყველაფერი გარდა იმისა, რაც საქართველოს ინტერესებშია. ახლა თქვენ ძალიან მძიმე შეფასება მოისმინეთ. ყველას ინტერესებშია გარდა ქართველი ხალხისა. დავტოვოთ ჯერ ამ შემთხვევაში, ვის ინტერესებში, ესე გამოდის, რომ ესე იგი ეს არის ინტერესებში გარე ძალების, ხო? და რატომ არის ეს გარე ძალების ინტერესებში? ავიღოთ ჩვენი არასწორი მოქმედებების გამო, ევროპასთან და ამერიკასთან არასწორი ურთიერთობების გამო. რა გადაწყვიტეს მათ? მათ გადაწყვიტეს ის, რომ ჩვენ რაც შეიძლება დავსუსტეთ და კავკასიაში წამყვანი როლი შეასრულოს სხვა სახელმწიფომ. ეს არის ევროპის ინტერესებში, ეს არის ამერიკის ინტერესებში. ვისი ბრალია? ეს ამერიკას და ევროპას უნდა და არა, ჩვენ მოვიქეცით ისე, რომ რეალურად ის რაც დღეს ხდება და როგორც ქვეყანა და ხელისუფლება მოქმედებს, ეს საქართველოს ინტერესებში არ არის. ეს ყველას ინტერესებშია გარდა ქართველი ხალხისა და საქართველოს მოსახლეობისა. ჩვენს მიმართ ისედაც ძიმე განწყობა იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, იმიტომ რომ უკრაინა და საქართველო იყო ყველაზე გამორჩეული, წარმატებული მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, ეკონომიკის ყველა ხაზით და ხალხის ცხოვრების დონით და ყველა ხაზით იყო წარმატებული. ის ქვეყნებიც კი, რომლებიც მაშინ ვარშავის ხელშეკრულებას შედიოდნენ, ძალიან ბევრი ახლოს ვერ მოდიოდა იმ დონესთან, რომელიც იყო უკრაინასა და საქართველოში. რა ხდება უკრაინაში? რა ხდება საქართველოში? ანუ ორი ყველაზე წარმატებული, ყველაზე მეტად დაჟილია. დაჟილია არა მარტო რუსეთის მიერ, ისჯება ყველას მიერ, მაგრამ ვის გამო და რის გამო სხვები არიან დამნაშავე არა, ჩვენ შიგნით, ჩვენი შიგა დაპირისპირება და ის რომ ჩვენ ვიქცევით ისე, რომ ყველას ინტერესებში გახდა, რომ ჩვენ ვიყოთ რთულ მდგომარეობაში, მძიმე მდგომარეობაში, 80% პროდუქტი შემოქონდეს გარედან და რაც შემოგვაქვს, პრაქტიკულად იყოს საწამლავი, რომ ჯანსაღ პროდუქტს არ იღებდეს ქართველი ხალხი, ამ მიწის, ამ წყლის, ამ ხაერის, ამ სითბოს, ამ ინტელექტუალური და ბუნებრივი რესურსების, ამ ადამიანური რესურსების ქვეყნის მით უფრო როდესაც არსებობს ეს გნებავთ მითი და არქვით, გნებავთ რეალობა, ჩემს რეალობა, რომ საქართველოს სულიერი მისია დიდია, არავის არ აწყობს, რომ ქვეყანა განვითარდეს სწორედ იმ გზით, რასაც ქვია ინტელექტუალური. ამიტომ ყველას აწყობს, ყველა არის დაინტერესებული იმაში, რომ რაც შეიძლება დეპრესიული იყოს, რაც შეიძლება უკან ვიყოთ, რაც შეიძლება მძიმე მდგომარეობაში ვიყოთ და იმიტომ ეს ყველას ინტერესებში შედის. ეს შედის რუსეთის ინტერესებში, ეს შედის ყველას, იმიტომ რომ როდესაც რაც უფრო წაქცეული ხარ, მით უფრო ადვილად ბატონობენ შენზე. რაც უფრო ამაყად ჩვენ გონია რომ ამაყად დგომა არის ის, როდესაც ვამბობთ რომ ამერიკა ვერ იბატონებს ჩვენზე. რა სისულელეებს ლაპარაკობთ ბატონებო და ვის ატყუებთ ამას, მაგრამ ვაი რომ ტყუდება ბევრი და ვაი რომ თვალებახილებული ადამიანი ძალიან ცოტაა ქვეყანაშია. თურქმენეთი ძალიან კარგი ქვეყანაა, მაგრამ ესე იგი ქვეყანაში სადაც თმის იმის არ შეიძლება რომ ის გაიკეთონ ქალებმა თმა რომ
წესიერად დაიყენონ, რომ მაზი წაისვან, რომ არავითარი ის არ არის საერთაშორისო ღონისძიება, არაფერი არ ტარდება, აბსოლუტურად არავითარი ჩამჩუმი არ არის ოპოზიციის, იმ ქვეყანასთან თანამშრომლობაა ჩვენთვის მთავარი. და მთავარი არის, როგორც დღეს ითქვა, აზიურ ნაწილთან. და ჩვენ გავაკეთეთ ეს ირანთან, ჩინეთთან, არაბეთთან, კი ბატონო, მივეცით ყველა საშუალებები მათ. ეხლა სხვა ქვეყნები, ეს ანტიკონსტიტუციურია. ანტიკონსტიტუციურია მარტივი რამის გამო. კი, მაგრამ კონსტიტუციაში რა გვიწერია? ევროპა და ნატო. სად არის აქ ევროპა? სად არის ნატო? მაჩვენეთ, კარგით, არ მოგწონთ ევროკავშირი. გასაგებია, მე ბევრი რამის გამო არ მომწონს და ვამბობ, ევროპული ღირებულებები და ევროკავშირის ღირებულებები სხვადასხვაა. მაგრამ ჩვენ ამის გამო ევროპა არ უნდა გავრიყოთ და არ უნდა ვებრძოლოთ ცალკეულ პიროვნებებს, თუნდაც და მივხედოთ საკუთარ თავს და საკუთარ ავტორიტეტს და საკუთარ ქვეყნის ინტერესებზე ვიფიქროთ, ვიდრე რაღაც სისულელეებში, ამ დღეებში აგერ რუსული მიმართულების გარკვეული ძალები ევროკავშირის ხელმძღვანელების სასამართლოში აძლევენ. არ ხართ, კომიკური არ არის ყველაფერი ესენი, კომიკური, ესე შექმნილი პარტიები, ის რაც აწყობს ბიძინე ავანიშვილის და ოცნებას, ეს შექმნილი პარტიები დღეს გამოდიან და ლაპარაკობენ იმაზე, რომ თურმე ჩვენ უნდა დავიჭიროთ ამის მთელი ხელმძღვანელობა ევროპული ქვეყნების, ევროკავშირის ყველა სასაცილო და ვიღაცას მოწონს ეს საქართველოში. კი ბატონო, მე მარტო წოდავჭე და ამ ყველამ რომ გაიზიაროს ეს თქვენი სისულელეები ხელისუფლებას ვეუბნები. ეს აბსურდი, რომელსაც ატყუებთ თქვენ ქართველ ხალხს, მე დავრჩები იმაზე, რომ ევროკავშირთან კი არა, ევროპასთან ასეთი ლაპარაკი არ შეიძლება, ამერიკასთან ასეთი ლაპარაკი არ შეიძლება. მოხდა ის, რაც ვერც კი წარმოედგინა ვერავის, ვერც სომხეთში, ვერც აზერბაიჯანში, კავკასიაში, მსოფლიოში, რომ საქართველოს გარდა რომელიმე სხვა ქვეყანა იქნებოდა წამყვანი კავკასიაში. დღეს ჩვენ აღარ ვართ წამყვანი კავკასიაში. ჩვენ შევეცდებით ვაჩვენოთ ხალხს რა ხდება ბაქოში, როგორ ცხოვრობს ბაქო, ვაჩვენოთ ის რა ხდება სომხეთში. სომხეთი გახდა დღეს ევროპისთვის მთავარი და ამერიკა ამბობს, ჩვენი მთავარი საყრდენი კავკასიაში არის სომხეთი. ის რაც მოხდა დღეს, ეს არის კიდე ამაზე ანტიქართული, ამაზე ანტიეროვნული, რა შეიძლება იყოს, მართლა დაბნელდა? მართლა ბნელა ამ ქვეყანაში? ხალხო და ასე ატყუებთ თქვენ და ასე იტყუებს არაერთი და ორი პიროვნება თავს იმით, რომ თურმე ჩვენ ევროპა და ამერიკასთან და ესე იგი ამერიკის სახელმწიფო მდივანზე ეს საუბარი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი თავის თავს უფლებას აძლევს ილაპარაკოს და არავითარ მნიშვნელობა არ აქვს იმას, მე მომწონს, არ მომწონს, ეს არ არის დღეს ჩემთვის მთავარი. ერთმანეთისთვის ვერ გაგიბედიათ, ერთი სიტყვა ოცნებაში, ერთი სიტყვა ვერ გიკადრებიათ ივანიშვილისთვის, რომ ასე ხوار აჯობებდა და როგორ დავაშკაცდით, ესე იგი რუბიოზე და ტრამპზე ლაპარაკობ და ამერიკის ევროპის ევროკავშირის ხელმძღვანელებზე და ევროპის სახელმწიფოებზე და ატყუებთ ხალხს, რომ ჩვენ ეროვნულ, რომელ ეროვნულზეა ლაპარაკი, გამარკვიეთ. 3 მილიარდი დოლარის პროდუქცია შემოგვაქვს, საჭმელი, გათვალეთ 3 მილიარდი. რას ნიშნავს? გაყავით 3 მილიონზე და ნახეთ, რამდენი დაგჭებათ ერთ კაცზე, რამდენის პროდუქტი შემოგვაქვს თვის განმავლობაში გარედან. სად? მიწის ქვეყანაში, საქართველოში, სადაც რომლითაც გამორჩეული იყო ყოველთვის. ესაა ეროვნულობა. ეროვნულობა ის, რომ დემოგრაფია კატასტროფულ მდგომარეობაშია. ეროვნულობა ის, რომ იცლება ქვეყანა და ქვეყნის გარეთ უფრო მეტი ქართველი და საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს, ვიდრე ქვეყნის შიგნით. ეროვნულობა ის, რომ ქვეყნის შიგნით, ესე იგი, ქვეყნის გარეთ საქართველოს მოქალაქეებს ელემენტარული უფლებები არ აქვთ, მაშინ როდესაც იმ ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში ყველა უფლება აქვთ, ყველანაირად დაცულები არიან. ეს არის ეროვნულობა, ეს არის ფიქრი ეროვნულ ინტერესებზე. მე ეკონომიკასთან კავშირში მე კიდე სხვა იმით შევხედავ ამას. რა არის ეროვნული? გამარკვიეთ. რომელი ეროვნული? ეროვნულია ის, რომ ფიფია, უშიშროების და კაკების წარმომადგენლები ვასწავლიან მოსკოვიდან ჭკუას. ესაა ეს ეროვნულობა. ჩვენ გვინდა რუსეთთან კარგი ურთიერთობები, მაგრამ ის ფიფიები, რომლებიც აქ პარტიები შეაქმნებინეს და ან კიდე სხვები, რომლებიც არიან, ისინი რომ ლაპარაკობენ, ესაა ეროვნულობა ხალხო. ის არის ეროვნულობა, ნეიტრალური საქართველოს რომ ლაპარაკობს. ამის შექმნაა ეროვნულობა. ასეთი პრეზიდენტი რო გყავს, ესაა ეროვნულობა. ასეთი პარლამენტი რო გყავს, ესაა ეროვნულობა. პარლამენტში პოლიტიკოსი არ არის. ფულის ტომრები რო გყავს პარლამენტში, ესაა ეროვნულობა. ეს არ არის შეურაცხყოფა საკუთარი ხალხის.
ამას ეძახით თქვენ ვაკრიტიკებთ ტრამპს, რუბიოს, ესე იგი პრეზიდენტებს, პრემიერ-მინისტრებს, კანცლერებს, გერმანიის, იმის ყველა ქვეყნის და შემდგომ ერთმანეთისთვის სიტყვა ვერ გაგიბედიათ. სიტყვა ვერ გაგიბედიათ პარტიის შიგნით. აბსოლუტურად ელემენტარულად მოშლილია ყველაფერი და ამას ქვი ეროვნულობა ხალხო. ეროვნულობა, რა არის ეროვნულობა? განათლების სისტემაა ეროვნული. დიმიტრი უზნაძის ქვეყანაში, რომელიც ელემენტი არ არის დიმიტრი უზნაძის, ესაა ეროვნულობა. მიწას რო ვყიდით, ესაა ეროვნულობა. თბილის რომ შემოუერთეთ ცხეთის, გარდაბნის, თეთრი წყაროს მიწები და ყიდით როგორც არასასოფლო სამეურნეო მიწას, ესაა ეროვნულობა. ის რომ ოქროს გადის ქვეყნის გარეთ, რომ მარგანეცი გადის ქვეყნის გარეთ, ხეთხე ნედლეული რომ გადის ქვეყნის გარეთ, ესაა ეროვნულობა. აი რომელი ეროვნულობა, რომელი მითხარით, ერთი რამე მითხარით, რომელი ეროვნული გარდა იმისა, რომ ტელევიზიით გამოდიხართ და ჩვენ არ დავაჩაგრიებთ თავს არავის. თქვენ არავის არ აჩაგრიებთ, თქვენ ჩაგრავთ თვითონ ქართულ ხალხს, საქართველოს მოსახლეობას, ხელისუფლება და ოპოზიცია. ორთავენი ჩაგრავთ, თქვენ ერთნაირად ბატონობთ საქართველოსა და ქართულ ხალხსა და სწორედ ისა ესე იგი რომ თვალებახილებული არ არის, ვინც თქვენ გისმენთ, ვინც თქვენ გიჯერებთ და ვისაც გონია რომ თქვენ ეროვნულ საქმეს აკეთებთ. ამ დღეებში გავყევით, მე ჩამოგითვალეთ ბევრი რამ. წყალია ყველაზე დიდი ეროვნული სიმდიდრე. რამდენი ხანია ლაპარაკობთ იმას, რომ ეს არის სერიოზული რამ. მაგრამ ვის აინტერესებს? არავის. სამაგიეროდ 3000 ბურღილი იყო ჭაბურღილი გაკეთებული ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, რომ ნავთობს რომ ეძებდნენ საქართველოში. მაგრამ იმ პერიოდში წყალი საერთოდ არავის არ აინტერესებდა, წყალს როცა შეხვდებოდნენ, კიდევ უფრო სიღრმეში მიდიოდნენ, იქნებ ნავთობი იყოსო. საქართველო აღმოჩნდა ყველაზე მდიდარი წყლის რესურსებით. ვის ხელშია ჭაბურღილები? ჭაბურღილები ჩინელების და რაც დარჩა, ანუ ენერგია შეგვიძლია გამოიმუშაოთ ჩვენ მეცნიერები, აი ამაში, ამიტომ არ გინდა თქვენ მეცნიერები, ჩვენ შეგვიძლია გამოიმუშაოთ, აი ეგ, ესე იგი, აი ეგ მაქვს ყველაფერი უკვე სასაური იმას იძლევა, ანალიზი იძლევა, გეოთერმული ენერგეტიკა 0. ცხელი წყლის გამოყენების ენერგეტიკა 0. მაგრამ ვის ხელში ესენ რო გამოიყენოთ? რუსი ოლიგარქების ხელშია. ოქრო მათ ხელშია, მარგანეცი მათ ხელშია, ხეთყეები ჩინელების და რუსების ხელშია, ყველაფერი საბადოები რაც არის ჩვენი ყველაფერი სხვის ხელშია. საჰაერო სივრცე გინდათ, გინდა წყლის თევზის დაჭერა არ შეგვიძლია, გემები აღარ აქვს ჩვენი. ესაა ეროვნული პოლიტიკა. ოხ როგორ თყუდება ქართველი ხალხი. რა ესე იგი აი უწიგნთან დაცილებამ რასთან მიგვიყვანა ჩვენ და აი კომპიუტერთან და ინტერნეტში შესვლამ რასთან მიგვიყვანა ეროვნული დავთმეთ ადამიანებმა თვითონ და ეროვნული გონია ხელისუფლების წარმომადგენელი და გამოსვლა და ლაპარაკი. გვიმეორებ რა სიტყვებიც ითქვა დღეს, აი თქვა დასავლეთის ქვეყნების მიმართ ნუ ეს გადავდოთ იგივე. თურქმენეთთან მეგობრობაზე, უზბეკეთთან მეგობრობაზე. რა სიტყვებსაც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ. ეს არის ეროვნულობა ბატონებო. ჩინეთთან სტრატეგიული ხელშეკრულების გაფორმებაა ეროვნულობა. არაბული ქალაქების მშენებლობა ეროვნულობა. დაატყუებთ ხალხს იქ და თქვენი გვერდინ მდგომი ტელევიზიები ვინც არიან ატყუებთ რომ ქართველები ყიდულობენ იქ. ქართველები ყიდულობენ, მაგრამ ნახეთ ვისგან აქვს ასესხები ფული. შემოდის უცხოელი, ქართველებს ასესხებს ფულს, ის უდებს ბინას, წინასწარია დაგეგმილი რომ ის ფულს ვერ გადაუხდის, ბინა რჩება მას. მაგრამ ყიდულობენ ვითომ ქართველები, იმიტომ რომ გამოცოცხლდა ძალიან ბევრი და მეცნიერთა კონგრესმა და არა მარტო ჩვენ, ბევრმა სხვა ვინმემ და ძალიან რადიკალური პოზიცია დაიჭირა ამასთან დაკავშირებით, უკვე მიხვდნენ და უთხრეს გააფრთხილეს უცხოელები, რომ თქვენ ნუ გაიფორმებთ, მიეცით იმათ ან კიდევ სახლები არ არსებობს ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელსაც 10-15 სახლი არ კონდეს, გაფორმებულია სხვის სახელზე, აკირავებენ, ყველაფერში ფულს შეულობენ. ეს არის ეროვნულობა. 30-40-50 ლარი ხელისუფლების წარმომადგენლებს და 300-400 ლარი პენსია, ეს არის ეროვნულობა. მასწავლებელი რო ხელის გულზე უნდა გყავდეს
და მასწავლებლის ხელფასი დღეს არის 40-50 ჯერ ნაკლები ვიდრე ბანკის პრეზიდენტს რომელიც სახელმწიფოსგან იღებს ფულს ეს არის ეროვნულობა ვინც შეჭამა საქართველოს და ქართველი ხალხი ბანკებმა შეჭამეს იქ არის მთელი სიმდიდრე იმათ აქვს ხელფასიც კი რამდენი ნახეთ რა ხელფასები აქვს ეს არის ეროვნულობა რომ მაშინ პროდუქციის შემომტანებს ვისაც ხორბალი შემოაქვს ვისაც ხორცი შემოაქვს ვისაც წამალი შემოაქვს საქართველოში და საქართველოს გარეთ სახლებს ვერ თვლიან რამდენი სახლი აქვს და ვინც აწარმოებს მიწაზე მუშაობს იწევს რაღაცას მოკლედ ოფშია საქართველოში ქართულ მიწასთან არის კავშირში იმას რომ პურის ფული აღარ რჩება ესაა ეროვნულობა რა დაგვემართა ხალხო რა დაგვემართა ჩვენ ესე ჩლუნგდებით რომ ვეღარ გავიგეთ რა არის ეროვნულობა ა პრემიერ-მინისტრი რო გამოვა და პარლამენტის თავმჯდომარე რო გამოვა რომ და რაღაცას რო იტყვის რომ აი ჩვენ არ დავაჩაგრიებთ ეს აი დაჩაგრულები ვარ დავიდან ბოლომდე წაქცეული ვარ უფალიც აღარ არის ჩვენ ხარეს რა მოხდა იმაში ეს ყველაფერი ხوار გონიათ არაფერი არ რჩება დაუსჯელი ისაც თელავში მოხდა ეს იმის ბრალია რომ კახეთი და თელავი დაინაწილეთ ამ ბობოლებმა კახელების ხელში არაფერი არ არის იქ რამდენიმე კახელმა რომელიც გამდიდრდა ჩერჩკიდებ შევარნაძის დროს და წამოვიდნენ და ასე შემდგომ და ჩაიგდეს ყველაფერი ხელში კი მწარეთ ლაპარაკობ მაგრამ როგორც ოტია ესელიანი ამბობდა რეალობა უფრო მწარეა ვიდრე მე ვლაპარაკობ უფრო მწარე და იმიტომ რომ ანალიზები გვიდევს წინ და ვიმეორებ ისაც საქართველოში ხდება იმას რა პოლიტიკასაც ხელისუფლება ატარებს ეს ყველას ინტერესებშია გარდა ქართველი ხალხისა ყველას აწყობს დასუსტებული და დანგრეული და გაპარტახებული და აქცეული საქართველო ყველას სამწუხაროდ ბევრი ნიშნის მოგებით გველაპარაკება რუსეთი არ გინდოდა ჩვენი აბა ნახეთ ეხლა როგორ იქნებით და მე ამას ელოდებიან რომ შეგვეხვეწებით მოხვალთ მე დაჩონქილი და გამოჩნდნენ ქართველები რომლებიც ანალოგიო ასევე იქცევიან მე მგონი ამის შედეგია რომ აი ბოლო პერიოდში ჩრდილოეთ კავკასიაში რომ გადავდიოდი 3 საათი გამაჩერეს საზღვარზე მე და გამიშვებდნენ თუ არა საეჭო იყო ორჯერ იქედან შემოსვლის დროსაც კი და ტელეფონს და ყველაფერს მიმოწმებენ რატომ იმიტომ რომ აი ამ სწორედ ამ ქართველებმა გადაცეს რომ თემურ შაშიაშვილის სანდოკაცი არ არის ასე მუშაობენ ფიფიები და სხვები იქ და არა მარტო ისინი ყველას მხილება არ შემიშვებენ უშემიშვებენ მე ყოველ ვიყავი და ვჩები იმათ რომ რუსეთთან კეთილ მეზობლური ურთიერთობაა საჭირო მაგრამ არაფერ ქვეშ გაგება და არა თავზე დასმა ვინმესი ამერიკა იქნება ის ევროპა იქნება თუ რუსეთი იქნება ასე ვიყავით ჩვენ თავიდანვე ასე მქონდა ეს განწყობა ასეთი იყო ჩვენი მოსაზრება მაგრამ ვინ მაშინ ესენი გაიძახოდნენ ევროპა ამერიკა დღეს გამოდიან და ილანძღებიან მე არაზოს სხვას არ ვლანძღავდი და ვამბობდი ქვეყნის შიგნითაა პრობლემები ქვეყნის გარეთ საქართველოს პრობლემები არ აქვს როგორი იქნება ეროვნული ხელისუფლება დამოკიდებულება იქნება შესაბამისი რომ ნახეს რომ არ არის ეროვნული ხელისუფლება გამყალბებელია პრაქტიკულად ესე იგი არჩევნები არაფერი არ ცნობს არავინ ამ ხელისუფლებას რეალურად ესენი ფიქრობენ ეხლა მოდით ეხლა ჩვენ როგორც გვინდა და წავიდეთ და ვიმეგობროთ ირანთან ჩინეთთან არაბეთთან თურქმენეთთან ყაზახეთთან კი მაგრამ არ მოგწონთ ევროკავშირი თქვა დაუშვათ კი ბატონო და დაგეთანხმათ ვინმე და მეც გითხარით რომ ჩემთვის ევროპული ღირებულებები არის ქართული ღირებულებებთან პირდაპირ კავშირში არავით არის საწინააღმდეგო არ არის ქრისტიანულ ღირებულებებთან მართლმადიდებულ ღირებულებებთან მაგრამ ევროკავშირის მიერ შემოტანილი ძალიან ბევრი და მიუღებელია მაგრამ ეს არ ნიშნავს ევროპა უნდა ვლანძღოთ კარგით არ მოგწონთ ევროკავშირი რომელიმე ქვეყანასთან გააქვთ მეგობრული ურთიერთობა ევროკავშირში ერთ ქვეყანა ხო არ არის 27 ქვეყანაა ხო ერთ ქვეყანასთან ხო უნდა გქონდეთ ნორმალური კარგი ურთიერთობა ერთ ქვეყანასთან რა გერმანელი ხალხი არ ვარგა ინგლისელი ხალხი არ ვარგა ფრანგი ხალხი არ ვარგა უნგრელები არ არიან კარგები პოლონელები არ არიან კარგები ჩეხები არ არიან კარგები ბულგარელები არ არიან კარგები და
თურქმენები კარგებიო, კი ბატონო, იყვნენ თურქმენები კარგები, ისინი რატო არიან ცუდები? ერთ ქვეყანასთან ვერ ამყარებთ, ვინმე კაცი არ არის ქვეყანაში, რომელიც ამერიკის პრეზიდენტს რო შეხვდა. კაცი არ არის ქვეყანაში, რომელიც რომელიმე ქვეყნის, ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ხელმძღვანელს რომ შეხვდა და ესაუბრა. არ ჩამოდიან ისინი ჩვენთან, ჩვენ იქეთ არ მივდივართ. არ მივდივართ, რომ ვინ გიწვევს, რო გინდოდეს სასწავლო, ვინ მიგიწვევს. ხალხო, ადამიანებო, კი არ გიყვართ თემურ შაშიაშვილი, კი ბატონო, აკრიტიკეთ. არ მოგწონთ, კი ბატონო. მაგრამ ჩემდამი ძიმე განწყობა თუ საქართველოსთვის კარგია და მე ვარ ანტიეროვნული და ოცნება ეროვნული ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. მე არ მაქვს არაფერი საგამათო, მე არ მინდა ის რომ ოცნება ანტიეროვნული იყოს, რასაც აკეთებს დღეს ეს არ არის ეროვნული. ყველაფერი არის ანტიეროვნული. ვერ მეტყვით ერთ რამეს და იმიტოა ჩვენთან რო ვერ ჯდებიან სასაუბროდ, ვერ მეტყვით ერთ რამეს, რომელშიც შეიძლება ითქვას რომ აი ეროვნულია ეს პოლიტიკა. განათლების რეფორმას ვატარებთ და დღეს ეხლა ვამბობთ, ჯერ ციხეების მინისტრი თუ უფროსი მოვიყვანეთ განათლების მინისტრად. აი მითხარით ერთი კაცი, ვისაც მინისტრად როზის და ფუნდამენტური ქართული განათლება აქვს. აი მითხარით ერთი კაცი მითხარით. და მითხარით ერთი შეიძლება რაღაც თავის სპეციალობაში იყოს, მაგრამ პარლამენტარობა და ხელისუფლებაში ყოფნა არ არის, ერთ სპეციალობაში ყოფნა მარტო თავარი არ არის. ფუნდამენტური განათლება ხო უნდა გქონდეს. ქართულად წიგნი ხო უნდა გქონდეს საკითხული. და წიგნით ხო უნდა ცხოვრობდე და წიგნში ხო უნდა ცხოვრობდე. რა ინტერნეტის სირამდეგი ვარ თუ რა, მე რო ვარ ინტერნეტში იმდენი ხანი ცოტა ვინმე ალბათ, მაგრამ წიგნის გარეშე ცხოვრება ეს ხო კატასტროფაა. განათლებული ადამიანი დარჩა მარტო და განათლებული ადამიანის უკვე აღარ ესმით უმრავლესობას ქვეყანაში. აღარ ესმით განათლებული ადამიანის. ჩვენ ახლა ვფიქრობთ მეორე საკითხზეც. აი ასეთ საკითხს. ერთი ხო გითხარით რომ იმასაც ხელისუფლება აკეთებს ეს და რა მდგომარეობაც აქვს ქვეყანაში, ეს ყველასთვის კარგია გარდა საქართველოს. ეხლა ვინმე იტყვის რომ რატო უნდა იყოს თუ ჩვენი მეგობრები არიან. ჩვენ ვიქცევით ეგრე. ყველას ვეწინააღმდეგებით, ყველას მანძღავთ, ყველას ვაგინებთ. თუ გინდათ ამ რუსეთთან ურთიერთობა ისეთი როგორიც არის, ყველაფერი მიყიდეთ და ყველაფერი ჩააბარეთ, თქვით ხმამაღლა მაშინ. ამის ვაჟკაცობაც არ ყოფნით. რომ თქვათ ეს მაგრამ სამაგიეროდ იმ ქვეყნებთან რომლებიც ირანია, ჩინეთია, სხვები და რომლებიც რუსეთთან კარგად არიან, ყველაფერი აქვთ ამ ქვეყანაში მათ. რა თუნდა მას ახლა დიდი ის კვლევა ძიება რომ ის პოლიტიკა რომელიც ქვეყანაშია და რომელიც ოცნებას აქვს, რაც არ უნდა ილაპარაკოთ თქვენ, ვიმეორებ როგორ მეგონა რომ ჭაბურღილების უკან რუსი ოლიგარქები იქნებოდნენ. ჭაბურღილებიც კი მათი ყოფილა. აღარ ვლაპარაკობ ხეთხეზე, აღარ ვლაპარაკობ ჰესებზე, მდინარეებზე, ენერგეტიკაზე. ყველაფერი სხვისია ამ ქვეყანაში. ჩვენი არაფერი არ არის და რატო ეს ქართული ეს პოლიტიკა გამაგებინეთ ერთი. ქართული პოლიტიკისგან ელემენტი არ არის ამ ქმედებებში, რომელიც აქვს ხელისუფლებას. ქართული არც ამერიკასთან ასეთი დაპირისპირებაა პირველი დღიდან მოყოლებული. ქართული არც ევროპასთან ასეთი დაპირისპირებაა. ქართული არც რუსეთის ფეხქვეშ გაგებაა. ქართული არც ჩინეთთან გაფორმებული ხელშეკრულებაა. ქართული არც ის არის ირანელებზე მეტად ირანის ესე იგი აითოლას დატირებაა. არაფერი არ არის. ქართული არც ის არ არის რომ 12 აგვისტოს პრეზიდენტი იჯდე დიდგორობას პრეზიდენტი იჯდე თურქეთის პრეზიდენტთან და ჭკუას გასავლიდეს და თიც გიქნებდეს. რა არის ქართული? რომელიმე ეს ქართული? მაშინ მე სხვა საქართველოში მიცხოვრია. თუ ამას თქვენ ქართულს ეძახით. და მე სხვა საქართველოს მგონია რომ არის ქართული. ეს არ არის ქართული. აბსოლუტურად არავითარი ქართული არ არის. ყველაფერი სხვას ეკუთვნის. ყველაფერი აბსოლუტურად არაფერი ჩვენთან არ არის. რაც ირანში ჩვენს დედოფალს უკნეს,
რაც ირანის ელჩმა გვაკადრა 410 წლის წინ ქართველების გადასახლება უნდა ვიზეიმოთო. ესაა ქართული ხალხო და ესრებოდით იქ ხელისუფლების წარმომადგენლები და ტაშს უკრავდით ამას და ირანთან იმის მერე გააზლიერეთ და დავიტირეთ ყველაზე მეტად ჩვენ პრეზიდენტი არც ერთ ქვეყნიდან არ ჩასულა გარდა საქართველოსი. და არც უხსენებიათ, არც თვლიან მას არაფრად იქ. ამაშიც ჩვენი უბედურება. ანალოგიურია თურქმენეთთან დაკავშირებით. ერთი მითხარით რომელიმე ქვეყანა. რა თქმა უნდა, გასაგებია გაზის ქვეყანაა და მსოფლიო გაზ მესამედი იქ არის. მე რა ამის გამო გავყიდოთ საქართველო? ეს არის ქართული. თავისუფალების ნატამალი თვითონ ამბობენ, არ ნატამალი არ არის ქვეყანაში. თავისუფლების ნატამალი არ არის. მამაშვილმა პრეზიდენტმა შეცვალეს ერთმანეთი, ხან ერთი ხან მეორე. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ იქ არის, ესე იგი, რაც დაწერა თურქმენბაშიმ, თუ ზეპირად არ იცის ყველამ, ისე ვერაფერი ვერ ხდები თურქმენეთში. ანუ პრეზიდენტმა დაწერა, ასე რომ ვთქვათ, მათი ბიბლია. ამ ქვეყნით ამაყობთ თქვენ ხალხო. მე წინააღმდეგი ვარ მის იმ ქვეყანა არ ამბობს მე დემოკრატიული ვარო, ის ქვეყანა არ ამბობს მე წარმატებული ვარო, ის ქვეყანა ამბობს რომ მე ჩაკეტილი ქვეყანა ვარ, არ ვატარებ არავითარ საერთაშორისო არაფერს, მე არ შემოგიშვებთ, ჩადრს არ მოხსნი, არაფერს არ გავაკეთებ, ქალი არ შეიძლება კოსმეტიკას იკეთებდეს, ის არ შეიძლება ზენი აი ასე ამასთან და ამას იტან თქვენ ქალბატონები ამ ქვეყანაში, მერტვა ხელი მოგიმართოთ. მართლა დაბნელებულა. მე გაოცებული ვარ ამ ჭაბურღილების იმით, აი რაც ამ ბოლო პერიოდში გავარკვიეთ, გაოცებული ვარ პირდაპირ. აი ეგზე წარმოუდგენელია. ესე იგი, მთელი ჯერ ერთი წყალი გითხარით მე რომ რაპოპორტისაა ყველაფერი აქ რუსი ოლიგარქის ხელში არის მთელი წყალი და მთელი სისტემა. სახელებს როგორ შეცვლიან და სად გაატარებენ რეგისტრაციას და მიიღავთ აქ წარმომადგენლები, მაგრამ რას ნიშნავს არაფერს გარდა იმისა, რომ ყველაფერი მათია. გადამცემი ხაზების ენერგეტიკა, ყველაფერი ხალხო, ნუ ჩვენ აზე მოვიდეთ ადამიანებო. მე მგონია რომ ბიძინა ამანიშვილსაც ჩველა უნდა, თორე თუ ეს ასე გაგრძელდა, საქართველოს ისტორიაში ყველაზე ბნელ პერიოდად ეს იქნება მოქცეული და ესე იგი აღიარებული, მაგრამ შემდგომ თაობებს დაჭირდება ყველაფერი ამის დაბრუნება უკან. შემდგომ თაობებს. და შემდგომი თაობები დაგვწყევლიან, რომ რა სიბნელე იყო ამ ქვეყანაში, რა გააკეთეთ ეს, რომ ყველაფერი სხვისია ამ ქვეყანაში. აბა შედით ერთი ჩინელების ქალაქში, საავტომობილო ქარხანაში, შედით. აბა ვინ შეგიშვებს შიგნით? და ნახეთ რა ხდება, რა აქვს მოწყობილი. ანტიმონოპოლური კანონმდებლობა ვერ მიიღო ქვეყანამ, რომ ასე არ შეიძლება, რომ ერთ კაც შემოქონდეს ხორბალი და ასე იყოს ყველაფერი სურსათი ერთი კაცის ხელში და ყველაფერი ხელისუფლებასთან იყოს დაკავშირებული. ასეთი რამ რაც ამ ხელისუფლებამ აკადრა საქართველოს და საქართველოს მოსახლეობას, რომ ყველაფერი პრაქტიკულად ხელში ჩაიგდეს, ყველაფერი. ჩვენ ქვეყანა უნდა დავიხსნათ. ეს არის ამოცანა. ამის შესრულება შეუძლია მხოლოდ ეროვნული თანხმობის პარლამენტს. ივანიშვილის გადარჩება და ყველა აბსოლუტურად და ქვეყანა გადარჩება პირველ რიგში. საქართველოში აღარ შეიძლება 4 წლით მაინც იყოს პარტიული პარლამენტი. საქართველოში პარლამენტი უნდა იყოს პოლიტიკური ორგანო, მაგრამ არა პარტიული. ეს შეიმუშავეს მეცნიერებმა.
ორშაბათ შეიძლება პირდაპირ ეთერში თუ არა და იმ კვირაში რას ნიშნავს ეს ეროვნული თანხმობის პარლამენტი რო არ გვაძლევენ საშუალებას რომ გამოვიდეთ და ეს პროგრამები რომელიც მეცნიერებმა დაწერეს რომ გარეთ გამოვიტანოთ და გავაგებინოთ ხალხს კი ბატონო თუ არ ვარგა თქვენ რა პრობლემა გაქვთ გამოდით და გააკრიტიკეთ მაგრამ არა გეშინიათ ამ პროგრამების გეშინიათ მეცნიერების საერთოდ და ვინც ფეხქვეშ გაგეგოთ მეცნიერი ისინი ყავთ აყვავებული და გაფეთიშებული ამ ქვეყანაში მე ვიცნობ ძალიან კარგად არაერთ და ორ მეცნიერს და დიდი პატივისცემით ვიყავი არაერთი და ორი მეცნიერის მიმართ მაგრამ არ შეიძლება მეცნიერებათა აკადემიაში დომინირებდეს ან კიდე მეცნიერებაში დომინირებდეს ელიზბარ ჯაველიძის პოზიცია კატასტროფაა ეს რაც ხდება ქვეყანაში კატასტროფა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით ყველაფრის პრივატიზება გააკეთეს უბრალოდ ისე არც მინდოდა ამის თქმა მაგრამ ქაბატონმა ნონა გაფრინდაშვილმა გარკვეული პერიოდის წინ ვიდრე მისი იუბილე იქნებოდა სატელეფონო საუბარი ჰქონდა და მითხრა რომ თემური 27-ში ჩემი იუბილეს აღნიშნავენ არ მინდოდა მაგრამ აუცილებლად მინდა იყო იუბილეზე მოსაძვება რაც მიიღებ და უნდა დაგვესრო ნუ არ დაურეკავ ჩემთვის არავის და მეც ეს 27 რიცხვი ამომარდა თავიდან და გავიარე 27 რიცხვში რუსთაველზე და ვხედავ რომ 400-500 პოლიციელი დგას რუსთაველის თეატრის წინ ვიფიქრე რაღაც მოხდა ალბათ რაღაც კატასტროფაა რა არაფერი თურმე იუბილე იმართება ნონა გაფრინდაშვილის ჩვენ რომლებიც ომში ვიყავით ნონა გაფრინდაშვილთან ერთად და მოიყვანა იმ ომმა მოიყვანა ეს ხელისუფლება კარგი ჩვენ არ მიგვიწევს მე დავრეკე ქალბატონ ნინო ბურჯანაძესთან სხვებთან არავის არავითარი მოწვევა და რამე არ მიუღია მე პირადად მესაუბრა და მითხრა რომ 27-ში თქვენ აუცილებლად უნდა იყოთ და რაღაც დააშემდგომე ესე იგი პოლიცია იმდენი ნონა გაფრინდაშვილი რო გახდა სოფლიო ხუთგზის ჩემპიონი და რო თელი საქართველო ხდებოდა აეროპორტში თუ რითაც მოძრაობდა იმ დროს ამის მიათედი პოლიციელი თუ გითხე რა არის და ბიძინა ევანიშვილი ესრება თეატრში რა ხდებოდა იმისე კატასტროფაა ბატონებო ეს რა კადრეთ ბატონო ბიძინა თქვენ საქართველოს რა კადრეთ ესე იგი დაიჩემეთ და ნონა გაფრინდაშვილი თქვენია ჩვენი არ არის ჩვენ როგორ შეიძლება დავესწროთ იქ თქვენ სადაც ხართ იქ როგორ შეიძლება ოპოზიციონერი იყოს ჩვენ ანტიეროვნულები ხართ თქვენ ხართ ეროვნული სირცხვილი ამ ქვეყნის არ ამგონია რომ ამა ასე დიდხანს გაგრძელდეს ეს არ ამგონია კი ვიცი ახლა ხვალ ბევრი ვინმე ან ვინმე სპირით ან ვინმე შემოვლის მათ შორის არაერთი დეპუტატი იქნება რომელიც თემური შემომithვლიან ასეთ რამეს რომ ნუ აკეთებ ამას ცუდად დაამთავრებ თუ ამ ლაპარაკის გამო უნდა დავამთავროთ ცუდად დავამთავრო იცოდეს ეს ხალხი მე არა ვარ ამის წინააღმდეგი სიცოცხლის ფასად დგომა უნდა დღეს ქვეყანას და სწორედ ის რაც იქნება ეროვნული თანხმობის პარლამენტის იდეა რომელსაც გამოვიტანთ რომელსაც 2014, 15, 16, 17, 18 იმის წლებში ყოველთვის უგზავნით და ვეუბნებით მოცნებას ბიძინა ევანიშვილის ხალხო უბედურება მოვა ქვეყანაში არ გინდა ჩიმშილი იქნება ყველაფერი ახლა ვინმე იტყვის რომ სად არის და რესტორნების სავსეა საქართველოში იმდენი აგენტია უკვე გარედან და იმდენი უცხოელია შემოსული რომ ორჯერ მეტი რესტორანი რომ იყოს ის საკმარისი იქნება და გარედან შემოსული ფული ჯერ კიდევ შველის ბევრს და ყველაფერს მაგრამ ისე მინდა იცოდეთ მაინც ერთი კაცის საარსებო მინიმუმს დღეს კალორიებს 3500 ლარი ჭირდება ვინ ხართ საქართველოში რომლისთვისაც რომლის კვებისთვის ჩაცმისთვის და იმისთვის თვეში იხარჯება 3500 ლარი ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ოჯახში 5 ადამიანი რომ ხართ 17500 თუ გაქვთ შემოსავალი კი ბატონო ღმერთმა ხელი მოგიმართოთ თქვენ გონიათ ჩვენ მაინც უძლებთ ჩვენი ფიზიკური ენერგია ჯერ კიდევ ჩვენი გენეტიკური კოდი ძლიერია და უძლებთ და გონია რომ ყველაფერი კარგადაა ჩვენ რა პროდუქტებსაც ვჭამთ
გუშინ წინ გამოვედი ამ ჩინური ემიდან უბრალოდ კიდე ერთხელ მინდა ვთქვა რომ შემზარავია როგორ მივეკარები იმას იმ საჭმელს ხვალზე ნახე რომ აი როგორ შემოდის დასტამბული ეს ქათმის ისინი რომ კეთდებოდა აი რაღაც პატარა ჩხირებივით და რომ ბევრს მოწონდა ეს შედის უამრავი ადამიანი ნახე გვიან გამოვედი ჩვენ ღამე და ნახეთ რომ ესენი როგორ მოდის იქიდან დაპრესილი გაყინული გაუბედურებული ეს არის მეგობრობა ჩინელებო ეს არის მეგობრობა ირანელებო რა პროდუქტებსაც აგზავნით თქვენ აქ ეს არის მეგობრობა თურქებო რა პროდუქტებსაც აგზავნით ქვეყანაში დაგწამლეთ ხალხი ჯამთელი ადამიანი აღარ არის ქვეყანაში 4-5 ლარია არ არის საკმარისი რომ ესე იგი იმისთვის რომ კალორიები მიიღოს ნორმალური და ესე იგი წამალიც რომ მიიღოს ადამიანმა უფრო მეტიც კიდე ამ დღეებში გახდა ცნობილი ამერიკაში ერთ-ერთმა პიროვნებამ გითხრა ერთ-ერთმა ჩვენმა ახლობელმა ძალიან საინტერესო პიროვნებამ ანალიზი გაიკეთა და აქ ისი აქვს შეზღუდული ყველაფერი რომ წამალი ბევრი გაიყიდოს ამერიკელები ამბობენ რომ აი ეს 7.7%-ია ნორმაო ჩვენთან 6.1%-ია შეშინდა უკვე ადამიანი ამერიკაში ახალმა ჯანმრთელობის მინისტრმაც კი ეს თქვა 7.7 ახალი პარამეტრებია არა ჩვენთან რატო იმიტომ რომ 6.1% ის რაც არის ესენი ჰემოგლობინია თუ ნამნიშნ რაღაც რაც არის არავის არ აქვს ყველას მეტი აქვს ამიტომ ყველა იწყებს სამლის ყიდვას და ყოველ 10 მეტროში აფთიაქია ეროვნული არ არის ის ქვეყანა სადაც სათამაშო ბიზნესში 60 მილიარდია წლის შემოსავალი საქართველოში 60 მილიარდია 100 მილიარდის ეროვნული პროდუქტის ქვეყანაში 60 მილიარდი სათამაშო ბიზნესს აქვს დაკავშირებული. სათამაშო ბიზნესთან არის დაკავშირებული. გაოცებული გუშინ წინ ქუთაისში მეუბნებოდნენ რომ მიდის ადამიანი გეუბნება 20 ლარი რაღაც პური მინდა ვიყიდო. მიდის და მე ინტერნეტში თამაშს იწყებს. აკრძალულია ბევრ ქვეყანაში. გააკოტრეს ხალხი. და ბოლოს ეროვნულია ის პოლიტიკა რომელიც საქართველოში ნარკოტიკებთან დაკავშირებით არის. თუ ხელისუფლება არ ახართ დაინტერესებული ერთ დღეს შეიძლება ნარკოტიკების და კონცენტრების დამთავრება ქვეყანაში ესენი პირდაპირ კავშირშია ქუთაისში გაიგეს და მითხრეს რომ ბერა უნდა იყოს დაკავშირებული ამ კონცენტრებთანო რამდენიმე ქურთთან ერთადო თქვენ არიცით მე მიმართავ პროკურორს ქუთაისელი კაცი ხართ მე რო გუბერნატორი ვიყავ იქ მუშაობდით მაშინ თქვენი მოადგილე ვინც არის ვანის გამგებლის შვილია ეს ისწავლეთ ჩვენგან რომ ხმა ვერ ამოიღოთ რომ ინგრევა ქვეყანა გადადეკით წადით თანამდებობებიდან ეს ისწავლეთ ჩვენგან ეს იყო ჩვენი პოზიცია იქ რო იყავით მაშინ ეს გქონდა ჩვენ სირცხვილი თქვენ ყველას ვინც ქუთაისში გაიარეთ ამის ისა და მონები ხართ დღეს მონები ამ სიტყვის მნიშვნელობით მძიმედ ვისაუბრე გეთანხმებით მე არა ვარ ცხრა თავი არ მაქვს მაგრამ ვიცი ერთი რამ დღეს თავშეწირვაა საჭირო ქვეყნისთვის სხვანაირად არ მიცხოვრია მადლობა ქუთაის სადაც გავალ სადაც გავივლი ყველგან ამ ხაზგასმას აკეთებდნენ მადლობა ყველაფერი იმისთვის რაც მასწავლა როგორც გამზარდა მე არ უღალატებ მას აი იმერეც ქუთაის და საქართველოს ჩემგან ღალატი არ იქნება აი საუბარიც ამის დასტურია თუ ამას კი ეროვნულობა ნახეთ კიდევ ბევრს აჩვენეთ ეს კი შეზღუდავენ ყველაფერს მაგრამ შევეცდებით რომ რაც შეიძლება ბევრი რამ წავიდეს და ამ თემებს არ მოვეშვებიათი თუ ეს არის ეროვნულობა რაც ქვეყანაში ხდება მაშინ საქართველოს მოსახლეობის 80% ანტიეროვნული ყოფილა და ბიძინა ამინაშვილი ყოფილა ეროვნული მე კი პირიქით გონია მაგრად ვიყოთ